ალექსანდრე თოფურიამ მოიგო გილოცავთ ქართველებო სულ ყველა სხვანაირად არც გამოვიდოდა მაგის კუთხეში იდგა ილია თოფურია თავისი ძმა UFC-ის ჩემპიონი ასევე მის კუთხეში იდგა მერაბ დვალიშვილი კიდევ ერთი UFC-ის ჩემპიონი სხვანაირად ვერ დამთავრდებოდა სხვადასხვა არხებზე უსმენდი გადაცემებს სადაც ამბობდნენ რომ აი ავსტრალიელი უმაგრესი სპორტსმენი არისო და ის იმას გაუჭირდებაო ალექსანდრესო მაგასთან ბრძოლაო მაგრამ რა გაუჭირდება ის თავარი სპარინგ პარტნიორია ვოლკანოვსკი კიდევ ილიამ დაღეჭა და გააძრო სული და ამ ყველაფერში ვინ ეხმარებოდა მას რა თქმა უნდა ალექსანდრე თოფურია მიცის ის გასაღები რომელიც სჭირდება ვოლკანოვსკის და ზოგადად ავსტრალიელებს მოკლედ რო ვთქვან პირველივე რაუნდში ჩანდა როგორც დასრულდებოდა ეს ბრძოლა იმიტომ რომ ალექსანდრე პირველ ნომრად მუშაობდა ძალიან დამაზიანებელ დარტყმებს სურთყავდა აი უძლიერესი დარტყმა აქვს მას თვითონ კოლბიც მიხვდებოდა მაგას და იგრძნობდა თავის თავზე ძალიან ისეთი სტრატეგიული ჩხუბი იყო ელოდებოდა მის შეცდომებს როგორც თვითონ ინტერვიუში ამბობდა და მე ამ შეცდომებზე კონტრ დარტყმებს ურტყავდა რაუნდის ბოლოს უძლიერესი ოვერჰენდი გაუჯინა და კოლბი უკვე ნოკდაუნში იყო რა ამ ნოკდაუნიდან ის ცოტა ხანში რამოდენიმე წამში გამოძვრა თუ არა და ალექსანდრემ უძლიერესი ულამაზესი სუპლექსი გაუკეთა აი თავით ჩაარჭო მიწაში რა აი ეს იყო რაუნდის ბოლოს და ბოლოს გონგი გაისმა თორე რამოდენიმე წამი და ვოლკანოვსკის შეგირდი ალბათ სუზდალევდა მან და ესე დამთავრდა პირველი რაუნდი 1-0 ჩვენი ქართველი სასარგებლოდ მეორე რაუნდშიც არაფერი არ შეცვლილა ქართველი ისევ დომინირებდა ისევ უმაგრესი იყო მაგარ დამაზიანებელ დარტყმებს ისრო და ერთი მომენტი ფეხი გაისროლა ბრუნში ისეთი რომ მოხვედრო და კოლბის აი ალბათ თავს მოაგლიჯავდა და დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვა ერთი დღე ალექსანდრე ნოკაუტს გააკეთებს ზუსტად ფეხით და ეს იქნება ისეთი ჰაილაიტი რომ აი მთელ მსოფლიოში და მთელ ინტერნეტში მოედება და ბოქსზე და კრივზე მის ხელების მოძრაობაზე ეს ცალკე თემაა ის აუცილებლად უმაგრესი სტრაიკერი გახდება იმიტომ რომ კოლბი ვერ ახვედრებდა ისე ლამაზად მოძრაობდა და ისეთ მოძრაობებს აკეთებდა ალექსანდრე რომ აი მართლა ჰაი კლასის დონე არის და ეს მეორე რაუნდიც ალექსანდრემ თავის სასარგებლოდ დაასრულა და ეს იყო უკვე 2-0 მესამე რაუნდში კოლბიმ გადაწყვიტა ჭიდაობა და ეს იყო ძალიან ცუდი გადაწყვეტილება რა და თოფურიებთან ჭიდაობას აი აზრი არ აქვს მოკლედ ეს მთლიანი რაუნდი თითქმის ალექსანდრემ პარტერში გაატარა სადაც აკონტროლებდა მას და აი განძრევის უფლება არ მისცა ერთი მომენტი იყო თითქოს კოლბი გადავიდა მახრჩობელაზე მაგრამ აი ვერაფერი ვერ გაუკეთა და მესამე რაუნდიც ჩვენი იყო 3-0 ეს იყო ძალიან შთამბეჭდავი ბრძოლა და კიდევ ერთხელ ულოცავ ალექსანდრეს ჩემი სიტყვები დაიმახსოვრეთ წინა ვიდეოში ვთქვი კიდევაც რომ ეს ახალი ვარსკვლავი არის ეს ახალი ჩემპიონი არის რამოდენიმე წელი მერაბ დვალიშვილი ჩაატარებს დასუფთავებას მაგ დივიზიონში გადააძრობს სკალპს სულ ყველას და მე ესე გადააბარებს თავის ტიტულს ალექსანდრეს და ისევ ქართველი იქნება ჩვენი UFC-ის ჩემპიონი UFC ქართველების გახდა და მთელი მსოფლიო ალაპარაკეს ჩვენმა ბიჭებმა აი სულ ყველა განიხილავენ ჩვენი ბიჭების წარმატების ფორმულას განიხილავენ ჩვენს ქართულ ჭიდაობას ჩვენს კრივს მაგრამ ვერ იპოვიან გასაღებებს ჩვენი გამარჯვების იმიტომ რომ ეს გასაღები იმალება ჩვენს სისხლში ეს გასაღები იმალება ჩვენს გენში მოკლედ კიდევ ერთხელ ულოცავ ალექსანდრე თოფურიას ამ გამარჯვებას და ეს კიდევ დასაწყისია